რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედა. შესაძლებელია მრავალპროფილური დიაგნოსტიკა და სრული ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, მათ შორის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც. ეს აპარატურა ბავშვთა საჭიროებებზე ადაპტირებული. ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ბავშვებზე ადაპტირებული გარემო, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ულტრათანამედროვე აპარატურა თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც რეგიონის, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პატარა პაციენტებისთვის. სამინისტრო ბუნებრივია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება პროცესებს, რომელიც დაკავშირებულია პედიატრიული სერვისების ხელმისაწვდომობასთან და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, რომ ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სერვისები ხელმისაწვდომი იყოს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ზოგადად რეგიონების მდგომარეობა განაპირობებს რეგიონული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არის ეს მნიშვნელოვანი და იმავდროულად რუხის განსაკუთრებული მისიიდან გამომდინარე ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების საგანია, რომ რუხში ასეთი სერვისები იყოს ხელმისაწვდომი. არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან შემოსული თითეული პატარა პაციენტი, რომელიც ჩვენ კლინიკას მომართავს, აბსოლუტურად ადეკვატურ და კარგ სერვისს მიიღებს. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიხსნა პედიატრიული მიმართულება, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს 3 სივრცეს. ეს არის ამბულატორია, სადაც ტარდება გეგმიური კვლევები და გეგმიური ვიზიტი ხორციელდება. შემდეგი სივრცე ეს არის ემერჯენსის განყოფილება, სადაც 24/7-ზე შეუძლია მომართოს პაციენტმა სხვადასხვა ჩივილებით ჩაუტარდეთ კვლევები დიაგნოზის და საჭიროების მიხედვით.